მოვამზადოთ ვაშლის რულეტი. შიგთავსისთვის გავხეხოთ ვაშლი, დავუმატოთ შაქარი და რიჩინი, კარგად თავურიოთ ამასას და გადავდოთ. ცომისთვის კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიბოთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე, სანამ არ მივიღებთ ღრუბელივით მასას. დავუმატოთ თბილი და მოვვრიოთ. შემდეგ ეტაპობრივად გავაცროთ მშრალი ინგრედიენტები და გადავურიოთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. ვიწყოთ რულეტის აწყობა. ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე გადავანაწილოთ ვაშლის შიგთავსი, ზემოდან კი ცომის მასა. ცომი გადავანაწილოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვაზე. ჩაის ტილოს დახმარებით გადავახვიოთ ცხელი რულეტი, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და მზადაა.